Შუადღე მშვიდობისა ბატონო ლეონიდ. Მაქვს კითხვა ადამიანებთან ურთიერთობები. Როგორ გავერკვიოთ ადამიანებში და ვის შეიძლება ენდოდა თუ საერთოდ შეიძლება ნდობა? დიახ. ადამიანებში გარკვევა, მე სხვანაირი ცხოვრება მაქვს. მარტო ვცხოვრობ, მადლობა ღმერთს. ჩემ გვერდით არავინაა, რომ მიღალატოს ან რაიმე გამიკეთოს. და საერთოდ არიან კარგი ადამიანები, არიან ცუდები და ისინი არასდროს იცვლებიან ხარისხობრივად. კარგი ადამიანი კეთილგანწყობილია. ცუდი ადამიანი კი ყოველთვის ეძებს და ეჩვენება, რომ შენ გაქვს ის, რაც მას არ აქვს. და სურს ეს წაგართვას. ძირითადად ადამიანები ცუდები არიან. არსებითად ისინი, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. არ ვიცი. ძირითადად ადამიანების ნდობა ჯობია მათ არ ენდოთ. საკუთარ თავს დაეღრბნო. თალსახად არ ანდოთ ფული. ასევე ჯობია არ ანდოთ ინფორმაცია. და მაშინ რა უნდა ანდოთ, არ ვიცი. ეს ჩემთვის რთული კითხვა აღმოჩნდა. ამის შესახებ მრავალი განსხვავებული კვლევა და რჩევა არსებობს. ზოგი ამბობს, გაჩუმდი, ეს შენი საუკეთესო დაცვა, მაგრამ როგორი ცხოვრებაა ეს გაჩუმება? გინდა ადამიანთან საუბარი, მაგრამ არა ისეთი რამის თქმა, რამაც შეიძლება შენი კომპრომეტირება გამოიწვიოს. მას შეუძლია ამით ისარგებლოს. ეშმაკმა იცის, რომელია კარგი, რომელიც ცუდი. ამდენი ადამიანი დემოკრატიულ გერმანიაში 10-დან 8 ადამიანი ანონიმურ წერილებს წერდა თავის ნაცნობებზე. ვიღაც უნდა ენდო. 80% ადამიანებისა ინფორმატორები იყვნენ. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა. აი, რამდენად ნაძირალა უნდა იყო, რომ აიღო ფურცელი და რაღაც დაწერო იქ. კიდევ რა? ადამიანში რომელ თვისებებს აფასებთ ყველაზე მეტად? რა თვისებებს? კეთილგანწყობას. ადამიანში მთავარი კეთილგანწყობაა. მაგრამ თუ საქმე სამსახურს ეხება, მაშინ ეს არაფერი პირადული ან ადამიანს შეუძლია მუშაობა? ჩემთვის არა, მე არაფერი მჭირდება. ან ადამიანს შეუძლია ყოველდღიურად იმუშაოს, გაიზარდოს, ისწავლოს და გაიზარდოს სამსახურში. ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ პირადული არაფერი ვიცი. ამიტომ მე ადამიანებს მათი თვისებებით ვაფასებ. არსებობენ სხვადასხვა ადამიანები. არიან ასეთები და სხვანაირებიც. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურია. მე მხოლოდ სამსახური მაქვს. ან შეგვიძლია ფილოსოფიაზე ვისაუბროთ. ამასაც ვაფასებ. მაგრამ ეს სამსახური არ არის. სამსახურში კი მხოლოდ პროფესიონალიზმს ვაფასებ. თუნდაც ჩემს გვერდით მსოფლიოში ყველაზე ბოროტი ადამიანი იყოს, რომელსაც შენს განადგურებას ცდილობს. არ მაინტერესებს, მიეცით საშუალება, რომ თავისი საქმე ისე გააკეთოს, რომ ხალხის გული გაანათოს. კარგი გასაგებია, გმადლობთ. სამსახურში არაფერი პირადული არ არის. მაგრამ რა თვისებები? არც კი ვიცი, სიკეთე. ყოველთვის ვლოცულობ. ორი ადამიანი მყავს. სულაც არ არიან ახლობლები. ჩემთვის უცნაურია, თუმცა მე თვითონაც ასეთი ვარ. მაგრამ არასდროს გავოვლი გვერდით, თუ ვინმეს სცემენ. სიბერეშიც კი ჩავერევი. ერთხელ ეზოში ვიდექი და ვტიროდი. 5 მანეთი დავკარგე. რძის საყიდლად მომცეს. პირველ კლასში ვიყავი. ვიცოდი, რომ დედაჩემი მეჩხუბებოდა. გავარ ხელში ქილით და ვტირი. ხალხი მიდიმოდის, რატომ ვტირი? არა უშავს, დედა არ გეჩხუბება. შემდეგ კი ერთხელ წავაწყდი. მისი სახელი იყო გალა. მისი სადარბაზო და ბინაც კი მახსოვს. ეკთნად მუშაობდა.
ჩამეხუტა. რას ამბობ, ლეონიჩკა, წავიდეთ. და მის სახლში მივედით. და მის ძველ მაცივარზე, როგორც ახლა მახსოვს, საშინელი ფრეონის მაცივრები იდგა. 5 რუბლიიდო და მე მომცა ეს ფული. მეუბნები მისმინეთ დეიდა გალია, მაშინ უკვე ვაზროვნებდი. ეს ხომ თქვენი უკანასკნელი ფულია, როგორი ცხოვრებთ? ის თვეში 70 რუბლს იღებდა. ის მეუბნება, ნუ ღელავ. უპასუხე, იცით რა, დაგიბრუნებთ. სკოლისთვის 20 კაპიკს მაძლევდნენ და მე დავუბრუნე, მაგრამ ეს არაფერია. და ეს მაშინ გამახსენდა, როცა ნოსტალგია დამეწყო, სადღაც 50 წლის ასაკში. მაშინ ყოველთვის დაკავებული ვიყავი, მთელი დღე ვმუშაობდი. ღამეები, დღეები. და შემდეგ უცებ გამახსენდა, რომ ხარკოვი იყო ნაცნობები, დეიდა გალია. კიდევ ერთი ადამიანიც. და მე ის ვიპოვე. თუმცა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ეს მაშინ ჩემი აკვიატება იყო. მე მას შვილს არ სურდა. ძლივს დავარწმუნე. მის ზეკლთან ფილა დავდე და დავაწერე დეიდა გალიას კიევის მადლიერი მერისგან. ძალიან საქებარია. რა აზრი აქვს, ეს დიდი ხნის წინ მოხდა. დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ეს ჩემთვის იყო. მთელი ხარკოვი ფეხზე დავაყენე.